ჩემ ჩხილებ. გოჭსაც უყიდეს საჭმელი. მეგობრებო, თეკლა შენ ტელეფონი მოიტანე და ვნახოთ ახლა რა ვიყიდე. მაგრამ მანამდე მაგნიტიდან ენერგეტიკული წამე ვიღე და საყინულეში შევდე თუ არ გაქფეს. ჩევილაპარაკამდე თეკლას ტელეფონი გჭირდება, იმიტომ რომ Bluetooth-ის ხმა უნდა გაგონოთ რომ ხელაზე ისთვის. ჩართი აქ შენ Bluetooth-ი? ჯერ ვნახოთ Bluetooth. ანუ ეს არის 49 ლარი მივეც, ნუ 50 ლარი მივეცი. და იქ რო დავტესტე ძალიან კარგი ხმა ქონდა და იმედია გზაში რამე არ შეიცვალა. ეს არის მისი დამტენი. ой, Android-ის ეს ახალი Android-ის დამტენი მიდის. ერთი თუმცა ახალი და Android-ის დამტენი მიდის მეგობრებო ZTE, ასეთ თავი აქვს. ანუ ეს ჩემს სატენის დატენის ამას. ეს 5 რა მინდა ახლა? რა მინდა? თქვენ 5 თვითონ ეს აგერ არის თვითონ დინამიკი მეგობრებო. მარშო, მარშალი თუ რაც ხარ. ეს რაფერ ჩართვა ხარ იმ გვაუგო. მაცადე შვილი ერთი წუთი გამახარე ამ ცხოვრებას. წინ რაც. ეგი ეს არა რატომ მოიხსნა? ანუ ახლა რა შევით? და ისევე ჩამომაგროთ. შეიძლება Bluetooth ჩართული გაქვს? კი. მეც ერთად დავაკავშიროთ. დევიწვი. იქ ხომ ციოდა სალონში მენატრება ისიც ვიახლა. მარშალი ყოფილა. მეც დავაკავშირო კარგად შევიდეს. დაკავშირება მიმდინარეობს. ეს ხო არ არის. ვილენიო რაც ხო. რაო დაკავშირება შეუძლებელია. იმასთან შეუძლებელია. მე მგონი დეიჭირა. YouTube სად გაქვს? მომეცი რა ჩავთოთ ჩემი საყვარელი სიმღერა ერთ-ერთი. რომელი? მოდი თეკლას Oliver Tree ჩავთოთ? არა. კაბეს რა ჩავთო? აი ახლა საყვარელი მუსიკა. ეს რა ქვია? მოიცადე? ეს რა მინდა, იცი? მილიონი სიმღერა რო იცი, მაგრამ ვიღაცა რო გეკითხება ქუჩაში, რა არის შენი საყვარელი სიმღერაო და არ ვიცი რა ეტყვი, ეგა, რო არ გახსენდება. ეგი. აბა ვნახოთ. ისა აქიდან თუ აქ ბოლომდე აწეული? აწეული ხოლმე. გადაჭრა. აუ, საცახვე. დამო. ეს ვიყიდა იმისთვის რომ ფილმებს ვუყურო და გავიგონო ხმა. აი ხმა. ჩემი რა? გადავახიო. Samonis sangre gavigaros, ara visuevi. Sanamiro sencilla suizas. Esa diaro. Esa diklebi samudamos. Esa diklebi. Stočernite pauše no patavasiano. Momena treba zoile murat. Esa diklebi. Salga y la moto. მოვჩეთ ახლა გულაობას, შეიძლება გათიშო Bluetooth-ზე. ესე კი აქიდან ითიშება, ხო, ასმა დააჭირო. თან აქ განიშნებს რამდენ პროცენტია 400-ზე იყო, ახლა დასადენია. წადებით შეართე ჩემს სატენს მაგ დეიტრება ცოტა ხანი. მოკლედ დინამიკის ვარ იდეალურად კმა ყოფილი. ნუ ახლა თავის ფასთან შევიდა, კაი ხმა აქვს რა. ახლა თქვენთან არის საფერის მოდა, მაგრამ ახლა ვიხმართ. აი მაგი ვიყიდე, მეგობრებო. საფულე ჩავდოთ აქ. და გოჭების საჭმელი, ამაში ხეც. უი, ამ გოჭების საჭმელში ხეები წვია. იმ საჭმელში არ ეყარა ხეები, მე რო ვიყიდე, მისა განახოთ. არა, ეყარა. რა ეყარა? იწვიეს. ამნაირი ხეები ეყარა იმაში? ამნაირი ხეები ეყარა? არა, ასეთები. ხო და გაჩვენდი. ატოლი სადაც შეცერთები. ამას მართლა სადაც შესაძლებელი ქალა?
ეს ხო არ არის აქ რო ახსენით არა ამას აგერ არის უი ნახე ასე უნდა აწიო და აგერ ტაიპსიც უერთდება მგონი და ჩიპიც უერთდება მგონი აგერ ამაზე შეერთე აი ამას და უნდა გაკეთდეს ესა გავხსნა განახოთ რამ ხელა ხეები ყრია შიგნით ხეები კაი არის კაკას გამიმართლა რო არ მე მგონი მაქანა ვიყიდი აცი ამ საჭმელს სულ თუ გეიხსნება ხეები დღეს ვიცა მეგობრებო რამ ხელა ხეები ყრია შეხედეთ ესენი რატო ყრია ის ამას კი არ ჭამენ ან შეიძლება ჭამენ კიდეც არ ვიცი ამაზე იხლიბავენ კბილებს ჭხილებს და დედის ხნას ხო და ბასკედი რა ქვია ახლა ეს საჭმელი ჩოუყარე იმგეს ცოტა წაიღე იქით და მუჭით ჩოუყარე და ეს ხეებიც ჩოუდები ბევრი ხეებია შიმით ასეთი ხეებია კიდე ხისტოტები არის აი ესეთ ხისტოტები ამას მეც დავკრიფავ მე სოფელისკენ თუ წევედი ოდესმე ამანქანის გადამკიდე მოვტეხავ ტოტებს და წამევიღებ სახლში და გავრეცხავ და იმას ვიზამ მოკლედ ეგ ორი ეს საჭმელი 13 იყო ახლა დავიწყოთ მაგნიტით მეგობრები მაგნიტში რა ვიყიდე წყალი ამიტომ პირიმიშრებოდა ენერგეტიკული და მაცივარშია ენერგეტიკული ასევე მეგობრებო ეს ნუტელა იყო აქციაში და ვუყიდი ამგეს ესეთი არის ეს მგონი ის ფირმა არის სოფომ რო გამომიგზავნა საზღვარგარეთიდან სოფო აქვე მოკითხა თუ მიყურებ ხოცი I love you მე მგონი ის ფირმა არის ახლა მე არ მინდა რომ შევჭამო და მე თუნდაც ტოვეს ამგენმა გავსინჯავ და გეტყვით ის ფირმა არის თუ არა რაც სოფომ გამომიგზავნა ეს კონკრეტი გადავაგდი აბა ის შეჭამის იგი და მოკლედ ეს ვუყიდი ამგენს იმიტომ რომ ნუტელას ფული საღალო 30 ლარი ხის და ამაში ვიცი 7 ლარი ასევე მეგობრებო მაგნიტში ვიყიდე საზამთრო ჩემ მაგნიტში და იქ მითხრეს რომ არ გირჩევო იყიდო რატო მეუთხარი სულ აქ ვყიდულობ საზამთროებს ხო და ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო თქო და მართლა მასია წერს რაც კი ოდესმე საზამთრო ვიყიდე ყველა ვიყიდე მაგნიტში და ერთმანეთზე უკეთესი იყო ყველა მაგრამ ეხლა თურმე სხვა ის შემოტანილიაო რა ქვია სხვა იმის შემოტანილიაო იმისიო ფირმისო თუ რაღაც მითხრა და გლახა ის არის შემოტანილიო რა და მე არ გირჩევო და მიუხედავად მაგისა რომ მირჩიეს რომ არ გირჩევო მე მაინც ვიყიდე მეგობრებო იყო 6 ლარი და 79 წლის იქაც ვთქვი და აქაც ვთქვი თუ არ ვარ და წოვხია ჩვენი ჯირი რაც თავარია მადლობა მითხრეს რომ ტყუილა ფული არ დავეხარჯა შეიძლება არ ვარგოსო მაგრამ მე მაინც ვიყიდე ცუდი თუ იქნა შეგნით ეს უკვე ჩემი ბრალი იქნება იმიტომ მე ვიყიდე მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ არ იქნება მეთქი იქნება გამიმართლოს თქო და ამოვარჩიე ამ პატარა ამოვარჩიე რაღაც მითხრეს არ ვარგო შეიძლებაო დიდები იყო და პატარა ვიპოვე და ამოვარჩიე პატარა რომ მიცობისა და მართლა არ ვარგოს ნაკლები ზარალი გვექნება შემდეგ მეგობრებო შემოდებ ნერვებზე მაწობა ახლა ნერვები იცი თქვენ რას ნიშნავს მაგ სიტყვები ნერვებზე რომ ნერვები გატყვება იცი რა არის ასევე 6 ცალი იოგურტი ვიყიდე აქციაში იყო მარწყვის უყართ ამ თორე ბოდიში ახლა ატამი იყო და ატამი წამევიღე სიგარეტი ვიყიდე რა ვიცი შემიყავი მარწყვის რომ მეუნებოდი და ახლა შევიყავ ატამი ეს კამფეტი წამოვიღე ასევე მეგობრებო რა ვიცი ესეთები მიყვარს ისენია ეს შეიძლება და გოჭებს ვიყიდი ასევე კიტრი 4 ცალი კიტრი ვიყიდე და ეს იყო ლარნახევის სუსტად სულები იყო გოჭებს ცოტაკი 2 ცალი კიტრი დარჩათ და ერთის დაფლო მაგრამ მას წამოუღე თავ ამევისუთქე საჭმელი ეს ახლა ერთი კვირა თუ ეყოთ მადლობა უნდა თქვა ძალიან სწრაფად ჭამე ხო და რა ვიცი სულები იყო ჯამში ახლა რა ვიცი შხილები გავიკეთე მაგხრივ კაი დღე იყო საჭმელი ვიყიდე გოჭებს მაგხრივ კაი დღე იყო დინამიკი ვიყიდე მაგის გამიხარდა რომ ვიყიდე კაი ხანია მინდა პატარა დინამიკი ვიყიდო იმიტომ რომ როცა ფილმს ვუყურებ ხო მინდა რომ დინამიკში ისმოდეს ხმა იმიტომ რომ პატარა ხმა ქამს და ვერ უგებულობ ის სიმხელა დინამიკი კი მაქვს იმაში რომ 70 ლარი მივიცი გოლიათ დინამიკის შემეიარა ჩემ დინამიკა ყველაფერი საბას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე ხო ეს დინამიკი მქონდა ლუკას ზეიმზე შარშან ახალ წელს ხო ეს დინამიკი მქონდა წაღებული ექსკურსიაზეც ეს დინამიკი მქონდა წაღებული და
მე ვფიქრობ სამომავლო თეკლარი ექსკურსიაზე წავა, მაგაც მომიწევს მაგ დინამიკის წაღება. ამიტომ ესე გასაკნად კაია და ყოველდღიურობაში პრაქტიკული არ არის მეგობრებო. ახლა სიტყვაზე მე რაღა ვიღაცასთან სახში რო გადავდივარ, ამ ხრა დინამიკს გადატანა მეხულებში შენ პატარა რაღაცა ჯიბის პატარა დინამიკია და კაი ხმაც აქვს, ვერ ვიტყვი რომ პატარა ხმა აქვს, დედასპიცალ მაგარი ხმა აქვს. მის ფასთან შედარებით მაგარი ხმა აქვს და ისია სამნისფერი დინამიკა, ისე მომეწონა, რა ვიცი რა ფირმა იყო ასეთ 400 ლარი ვიღებდა. მაგრამ რა ფერმე დამწყდა გული ის ფერის გამო დამწყდა გული და ალბათ რავი ხმაც სასწავლი ხმა უნდა ქონდეს, აბა 400 ლარიანი დინამიკს რამე ხმა უნდა ქონდეს. ჩემ დინამიკსაც ზვირიანი ამაში 250 მივეც დიდი რომ მაგ და იგი 400-ზე იყო. რა ცხოვრება მოსული საჭმელი ხო ზვირია და ეს ყველა ტექნიკა ხო ზვირია და ყველაფერი ზვირია და რამე იაფ დარჩა საქართველოში. წავედი მოკლედ აქვე. მოდი ეხლა სანამ წავალ გეტყვით მეგობრებო. რაღაცას გეტყვით. ბოროტები ვინც გვიყურებენ, ვინც მithვლიან კალკულატორით რომ იზიან აქ და ყოველდღე რო აინტერესებთ რა სჭამდა, მე რა გამოდის, რო ელოდებიან ერთ ადგილს, რა გამოვა იქიდან. მოდი მაგენისთვის ჩავწეროთ ეს ვიდეო და გეტყვით. ჯამში რამდენი დავხარჯეთ დღეს? კალკულატორი მეიტანე ოღონდ. და დაგიანგარიშებთ ახლა ყველაფერს მეგობრებო თანდევიანგარიშებთ. რა თქვი და კალკულატორი მაგენი ეგრევე დაიანგარიშებენ. სხვისი ფულების ფლაში კი არის მარჯვეები, საკუთარი არ გააჩნიათ არაფერი თუ არა. მომეცი აგერ ახლა დევიანგარიშოთ, მივყვეთ ჩხილებში გადავიხადე 85 ლარი. მე მაიკოსთან როცა ვიდივარ ხოლმე სულ ვიხდი 80 ლარს. ანუ შეიძლება ძვირია, ან შეიძლება იაფია, არ ვიცი ვერ გეტყვით, მაგრამ ვიხდი ხოლმე 80. ნუ როცა მაგ გასახალი შეძლებისაგვარად ვცდილობ დავამატო ხოლმე იმ თანხას. იმიტომ რომ გააჩნია რომ უყურებ ახლა როცა უფრო წვალობს, ანუ ცოტა რთული დიზაინია, უფრო წინაზე მაგალითად თუ იმის წინაზე 90 ლარი გადავიხადე. ჩემი ნებით, არავის არ უთქვია მაგდენი. ეს ჩემი ნება, მე დავაწესე ეს ფასი და მე ვიხდი ამ ფასს. და ამ შემთხვევაში ამ ჩხილებზე მე ჩემი დაწესებული თანხით გადავიხადე ამ შემთხვევაში 85 ლარი. 80 დაიწყო მინდოდა, მაგრამ არა 85 დავრიცხე. ღმერთმა იმდენი მოგცეს, რომ ასე სხვისი შრომას დავამატოთ ყოველთვის ორმაგიან სამმაგ, არ არის პრობლემა. მე არ მაქვს პრობლემა. ასე მაგრამ ამ ეტაპზე ეხლა მე გადავიხადე 85 ლარი. არავის არ უთქვია 85 ლარი გადაიხადეო. მე გადავიხადე. ასე მინდოდა და მაგიტო. ესე იგი ჩხილებზე გადავიხადეთ 85 ლარი. შემდეგ ამას პლუს 13 ლარი 13.50, ანუ 85 ლარი გადავიხადეთ ჩხილებში, 13 ლარი და 50 თეთრის იყო მეგობრებო საჭმელი გოჭების, ამას პლუს 49 ლარი დინამიკი და ამას პლუს 35 ლარი გადავიხადე. მეცა აი ვიდეო არის სულამას ვშობ. თბილისის კარტაზე რამდენი მომეჭრა. აქ მომდის მესეჯი და მაგნიტი ბოლო გადახდა, მაგნიტში მეგობრებო გადავიხადე ამას პლუს 34.89. ანუ ჩხილებზე 85 ლარი გადავიხადე, ზაზუნის გოჭის საჭმელზე 13 და 50, დინამიკი 59 ლარი და ბოლო რაც ვიყიდე, მაგნიტში ხა რაც განახით ყველაფერი, პლუს ის ენერგეტიკული იქრო შევდები, 34 ლარი და 99 თეთრი იყო მაგნიტში და ჯამში დღეს დავხარჯე მეგობრებო 182 ლარი და 39 თეთრი. პლუს ბენზინი მქონდა ჩასასხმელი, უკან რო წამივიდი უკანაგზაზე 80 კილომეტრის გავლას მიწერდა და ამ დროს უკვე ანთებ ჩემი ბაკი რო ჩამასხმე მეუნება, მაგრამ ჩემ მანქანაზე გაბუტული ვარ, შესაბამისად ბენზინი არ ჩამისხდა, თორე ამას ემოდან პლუს მიემატებოდა 1.40 ლარი. 30-40 ლარსაც ჩამასხამდი, მაგრამ გაბუტული ვარ და არ მივამატე და ამ ყველაფერს კიდე ის მივამატოთ, თეკლა და საბაროგოვუშვი დილას მაღაზიაში რამდენი დახარჯეს ბაგენმა? 15 ამას დავუმატოთ ზემოდან პლუს 15.40 თეთრი და ჯამში გამოვიდა მეგობრებო 197 ლარი და 79 თეთრი დავხარჯე დღეს. არც ერთ-ერთს არ ვნანობ. აი რა უნდა ვინან ვერ ხვდები, ანუ რა ჩხილები რო გევიკეთე, გოჭის საჭმელი
რაღაცა მაგნიტური შევიდა რაც ხა ისეთ რაღაცა ვიყიდე რაც საჭმელი ვაფშე ამფლი არ არის? რა უნდა მინდა? არ კიდია ფულის და დამკრა ჩვენ ვიყოთ კარგად. ისე სულ ეგ იყო. ეხლა წავედ გევისვენო. გაგზადეთ და მოვალ კიდე ეს რა შვები ახლა შენ გამაგედი. რა დაჩეხი მაგ მეთქი ჭამს თქოდა. ეს ნუტელა შეჭამეთ საბას უყარს მას საბა ის გიყიდე ნუტელას მაგვარი რაღაცა პურზე რომ უნდა გადაუსვა. პური პური ეს არის თლიანი არის აგერ ტყუპი და მეორე ცოტა არ კიდე დარჩენ და პური დღეს არაა საჭირო. ეს გიყიდე. ჭამეთ. მოკლედ წავედი მეგობრებო და სადაც მოვალ კიდე ჯამში რა ვიცი ჯამში მანქანას გვარჩას ხე იყო კაი. გარეცხვა მინდოდა და მაგი საფრთხოდ ვერ გავეცხა. არა უშ. დაღამდა მეგობრებო კაი ხელად რო გავიდა. დაღამდა რა ესეა 9:25 წუთი არის მეგობრებო და რაც საზამთროზე მითხრის და გამაფრთხილეს მაღაზიაში ზუსტად ისეა. არ ვარქა. აი, ეხლა გავჭერი. და აი. გემო არ გამისიჯერა, გემო მაინც თუ აქ რაღაცას თუ გავსახ, ეს ბოშოს ვაჭამ მეშინია. აი, არც გემო აქვს, წყალაა. და მეშინია კიდეც, მაგ ახლა ბოშოს ვაჭამო სიცხვილია. სიცხვილი კი არა აქვს, აშიში. მოკლედ არ ვარგა, მაგრამ არავის არ ვაბრალებთ, როგორც გითხარით, იმიტომ რომ მაღაზიაში კონსულტანტმა გამაფრთხილა და მითხრა, რომ გლახა პარტია არის შემოსულიო და არ გირჩევ მაგას უდესო. 7 ლარამდე გადავიხადე და წავუღია ჩვენი ჭირი, მაგრამ რა მინდა ეხლა რო ვთქვა? მინდა ეხლა რო ვთქვა მეგობრებო. ხო გლახა არის. გლახა საზამთრო ხო არის. ძალიან ბევრი იყო. სადღაც 50 ხო? ნუ სადღაც 30-40 ცალი იყო ეს საზამთრო ახალი მიღებული იყო ის ხილბოსტანის კუთხე იმაში მაგნიტში აი თლიან საზამთროს ეკავა რა იმდენი საზამთრო იყო. ახლა მე რა კითხვა მაქვს? უბრალოდ კითხვა მაქვს. კითხვა მაქვს კი ანუ მაინტერესებს უბრალოდ რაღაცა. ხო არ ვარგა ეხლა ეს საზამთრო. და ხო გაფუჭებულია და აგი ახლა ეს ამოვარჩიე მე პატარა თუ არა ასე პატარები კი არ იყო ყველა იყო დიდები გიგანტურები იყო ზოგი და რა კითხვა მაქვს ახლა მე ვინ აგებს ამაზე პასუხს ახლა კონსულტანტი ყველას ხო არ გააფრთხილებს არ ვარგაო მას რო გააფრთხილოს ყველა ცალკე პრობლემა შეიძლება შეექმნას დირექტორისგან რატო ეუბნები ხალხს მაგასო მე ხო ამის გასაღება მინდა ტყილა ხო არ მევიტან და ვიზარალებულიო ანუ ამ მაგნიტის დირექტორს ხო ახლა ეიმაში შესყიდვაში ფული ხო აქვს აღებული თუ არა აქვს აღებული რო ყველა გაიყიდება მე აძლევს ვინც ხარ შემოიტანა ეს საზამთრო იქ თუ გადაიხადა უკვე მაგნიტის დირექტორმა ამ საზამთროს ფული ამ უვარდის საზამთროს ფული და კითხვა რაში მდებარეობს ახლა ამდენი გლახა საზამთრო რო არის კონკრეტულად ახლა იმ მაღაზიაში სადაც მე ეს ვიყიდე ანუ ეს უნდა ეს უეჭველი უნდა გასაღდეს ანუ ხალხმა უნდა იყიდოს თუ რას იზამს ანუ მაგნიტის დირექტორი რას იზამს ანუ რო გაიგებს ანუ რო გაიგო უკვე რო საზამთრო გლახა პარტია არის შემოსული შემოტანილი რას იზამს მაინც გამიზნულად გაყიდის თუ გამოიჩენს ლმობიერებას და გადაყრის იმიტომ რომ ეს ისეთი არის ეს უნდა გადაყარო ამას დაგვისურნასთანაც ვერ დადებ რომ იმ შეჭამოს ვერავის ვერ აკადრებ მე ხა კონკრეტულად ამას ჩავდებ პარკში და იმენა ბუნკერში უნდა ჩავაგდო იმიტომ რომ ეს ამას ვერავის ვერ შეჭამს ანუ ეგ კითხვა მაქვს მეგობრებო გაასაღებს მაინც გამიზნულად თუ არა დირექტორი ვინც არის უმფროსი მაქაურობის კონკრეტულად ამ მაგნიტის უმფროსი ვინც არის გაასაღებს გამიზნულად და ამოყიდის თუ გაიტანს დაურეკავს იმას ვინც ხამ შემოიტანა ეს საზამთროები და წაათრიეთ თქვენი საზამთრო უკან ეტყვის ეს კითხვა მაქვს და იმედი მაქვს მეორე პასუხს გააკეთებს და არაზარალებს მათ კლიენტებს და გაატანიებს ის საზამთროს უკან იმ ხალხს ვინც ხამ შემოიტანა
და არ გაყიდის. მე მაგისი იმედი მაქვს, მეგობრებო, უბრალოდ, თორმე მე ხაზი გოუსვა კიდე ერთხელ, რომ ჩემ მაგნიტში აქ, აი, წელს რაც კი საზამთროები ვიყიდე, ყველა მანდ მაქვს ნაყიდი. ერთმანეთზე უკეთესები თაფლები იყო რა. თაფლები იყო და ეს ახლა არ ვიცი, აი, ისეთ გემით ამიტომ აპიშხბერცკებიცები ეს რა საწამლავით შეიძლება არ ვიცი. ხო და რა ვიცი, ახლა მე რო დირექტორი ვიყო, ამოვიღებდი გაყიდვიდან, დავრეკავდი იმ გეს ვინც ხომ მომიტანა და გავატანდი უკან. და ფულსაც დაუბრუნებდი უკან, ჩაბარების ფული თუ ეიღო უკვე, ანუ რა ვიცი, ზოგ ხო იცი მორიგებაზე არიან, ჯერ ამოიყიდოს პროდუქტი და მე დაგირიგებთ ფულს, ხო არის ესეთი შეთანხმებები, რა ვიცი. მე მაგალითად მაგას ვიზამდი, იმიტომ რომ მე თუ სიტყვაზე მაღაზია მაქვს, მე ჩემ მაღაზიაში რო გევიგებ, რომ ნაგავიდებს, ნაგავს არ გავყიდი. იმიტომ რომ მე უფრო მეტი კმაყოფილი კლიენტი უფრო გამაბედნიერებდა და ჩემი საქმისთვის კმაყოფილი კლიენტი უფრო კაი იქნებოდა, იმიტომ კმაყოფილი კლიენტი ერთხელ მეორეთაც მოვა და მესამეთაც შემოვა, ვიდრე კლიენტი, რომელიც ნახავს ამას და მე საერთოდ აღარ შევა. ხო, არ ვიცი, ემარ კითხვა გამიჩნდა, მეგობრებო, თქვენს რა გიჩნდებოდათ, ალბათ, ძალიან ბევრი საზამთროები იყო, აი ძალიან და მადლობა დიდი რომ გამაფრთხილეს, თორე უფრო დიდი სახებას ვაპირებდი. ხო, იმედა გეიტანენ უკან. პირდაპირ ურნაში უნდა ჩაყარო. არა, ურნაში ხორები და ზროხები და რაღაცები ვისაც ყავს, აჭვევენ ღორებს, მაგრამ აი ისეთი არის გეფიცები ყველაფერს, აი ეს ღორიც რა ვიცი მე, ადამიანისთვისაც არ შეიძლება. იმ ბოლო დონის გაჭირებული ადამიანებისთვისაც კი არ შეიძლება, რომლებიცაც უდავად ქუჩაში დადიან და ნაგვის ურნებში იხედებიან, ემაგათვისაც კი არ შეიძლება, ისეთი არის, ვერავის ვერ აკადრებ. ემაგის თქვა მინდოდა, მეგობრებო, უბრალოდ კითხვა არ მეტი არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. და აქვე აღვნიშნოთ, რომ მიყვარს ძალიან მაგნიტი მაღაზია და მან დავდივარ, ხო იცი, ადრე დელიში დავდიოდი, მაგრამ დელი ძვირი არის, შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე მაგნიტი და ახლა მაგნიტთან შედარებით ოდნავ იაფი, ხო, ორი ნაბიჯია, ვიცი. მაგრამ ძირითადად მაგნიტში დავდივარ და კალათაში დავიწყე ხასიარული, იმიტომ რომ იმ იფრის პურებს რო აღარ ვჭამ, ტუყურს ვიდრე ხოლმე იქ. და მე მიყვარს მაგნიტი. და რა ვიცი ხა, სხვა მაგნიტის დირექტორები არ ვიცი მე რა შობიან და რაფერი არის, მაგრამ ეს ჩემი მაგნიტი, რომელიც ქვემოთ არის სახელი, სადაც ყველაფერს ვყიდულობ, იმედია იმ მაგნიტს კაი დირექტორი ყავს. უმცროსი ვინც არის მაქაურობის მფლობელი, ვინც არის, იმედია კაი მფლობელია და არ დააზარალებს მის კლიენტებს. და გაიტანს. რაც ხეჭვი მეყარება ცოტა, მაგრამ ემა ყოველივეს თქვა ის რო არის კიდე თუ 7 ლარი რაც დავხარჯე იმაში მეგობრებო წაიღოს ჩვენი ჭირი ყველას ერთად კაი ხალხი ვინც ავართ მეგობრებო აი ჩვენი ავადმყოფობა ჩვენი ნეგატივი და ჩვენი ყველაფერი ცუდი ენერგიები წაიღოს ამ როლას და რა ვიცი მე არაუშავს ამას ახლა ალბათ რა აკლი ახლა რატო არის ესეთი ცუდი სუნიც არა აქვს ანუ ესეთი არის ან სასუქი დააკლდა, ან წყალი დააკლდა, ან რაღაცა დააკლდა და გაფუშდა. ის ფერმერიც მეწოდება, ვინც ხას გაუფუშდა ამდენი საზამთრო და იზარალა ეხლა. რა ვარია რომ მეიყვან და რა ვიცი, სიტყვაზე 5000 ლარს რო დახარჯავ დათესვა მოყვანაში და იმ 5000 ლარიდან რა ვიცი 4000 რო იზარალებ და 1000 ლარი რო დაგჭირა მოგება. ისიც ის მოგება რომ ვიღაცასთან მიასაღო რო იცი გლახა, მაგრამ ისიც რო იცი რომ ქვეყანა ფული გაქვს მასქნილი, გადახთილი და გინდა არ გინდა რომ მოეჭველი მაინც უნდა გაყიდო. ისიც მეწოდება. მაგრამ ჩვენ ცოდვები ვართ მომხმარებლები. ჩვენ ცოდვები ვართ, ვინც გამიზნულად იცით ეხა ბაზრობაზე და იმგეზე ხო იყიდება საზამთროები ვინებსაც მოხალთ თვითონ ისინი ხო ყიდიან ბაზრობაზე.
აი იმ ფერმერმა ვინც ყიდის ამ საზამთროს თუ იცის შიგნით რა ხდება და მაინც ყიდის ხო ცოდვა არის უნდა ამეიღოს ის ფული და გაყიდის ბაზარიდან მაგრამ ჩვენ არა ვართ ცოდვები მომხმარებლები იქნება ბოლო 10 ლარი იყო და იქნება ბოშისთვის მიგაქდა გახსნი და ის 10 ლარიც ნაგავში იქნება გადაყრეს ორივე მხარე ცოდვაა და ამას მე ვფიქრობ თავრობაში რომ იყო რამე გლახა მოსავალი თუ იქნება ფერმერს უნდა უნაზღაურდეს ეს დანაკლისი სიტყვაზე 5000 ლარი იზარალე ხო იმ ფერმერმა იძულებული კი არ უნდა გახდეს რომ ჩვეულებრივ იმას კლიენტებზე გაასაღოს გამიზნულად ეს პირიქით უნდა დარეკოს უნდა იყოს რაცხას ხელი ხაზი ან რაღაცა უნდა იყოს უნდა დარეკოს რომ ესე მოსავალი გამიფუშტა და რაღაცა გლეხი კაცი და არ მინდა მოვატყუო მომხმარებელი და მივყიდო ნაგავი და ამინაზღაუროთ უნდა უნაზღაურდეს რა ვალდებულია ჩემი აზრით მთავრობა ვალდებულია და აქანა ორი აზრი არ არის ჯერ მაგიტოა მთავრობა ვალდებული რომ შრომობს ეს ხალხი შრომობს და მოყავთ და მაგიტოა მთავრობა ვალდებული იმიტომ ის მთავრობაც ჭამს ამ საზამთროს და მაგიტოა ვალდებული ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს მაგრამ ვინმე იკლავს თავს ვინ რას მიცემს ვის მე ისევე იძულებული ხდებიან ეს ხალხი და გამოაქვთ ეს საზამთრო ხიდია რაკნა ნაპა სახში ბარტო ხო ოჯახი ყავს ყველას ის და დაჭურება ვერ გაამტყუნებ აი ვერ გაამტყუნებ მე რო ვიყო ხ მაგალითად რო ვიცოდე რომ ნაგავია არ გავყიდიდი მაგრამ მე ის ფერმერი მე ხო არ ვარ კაცო იმას თავისი ისა გაჭირვება და გაყიდის რატო არ გაყიდის მეცა ყველა მხრიდან გვატყუებენ და ყველა მხრიდან ცდილობენ რომ თაღლი გაგვწაბლონ ფული ხელიდან და ეხლა დიდი ამბავი ფერმერმა თუ საზამთრო მეიყვანა ცუდი აღმოჩნდა და 10 ლარი თუ გამოგტყავა ჭყალებს თუ გამოგცინცლა გამიზრუნდა 10 ლარი ნეტა 10 ლარის მეც არ გვცინცლინდეს არავინ და ნეტა სხვა ყველაფერი კარგად იყოს ვიდეუნახე ეგ წეხან კაცმა 300 ლარის ბენზინი ჩაასხა თუ გადაო და უნდა მსოვიყო იმინას 300 ლარის 297 ლარი და რაღაც ცეცხლების ბენზინი ჩაასხა მანქანაში ბოლომდე გავსო ბაკი თაღლითობა ის არის ეს არა თაღლითობა 10 ლარი თაღლითობა არ არის ნუ ახლა მართალია ნევსის ქურდი და აკლების ქურდიაო მაგრამ ეს ლაითი შემთხვევაა ასეთიც რომ მოსულიყო ეს მაინც იწვალა იმ ადამიანმა ვინც ხა მოიყვანა მოკრიფა სიცხეში და თალკე ბენზინი რაფერი ძვირიღის ჩამეიტანა აქამდე და დატოვა ეგრე ბაგდიჩი ასე რომ ესე აქვე კიდე დღეს სოფო ვახსენე წინა კადრებში და არ ვიცი გულმა მიგზნო თუ რა ვიცი რა მიგზნო რამოდენიმე წუთში ტელეფონს დავხედე ამ ტელეფონს მეორეს და მეთქი მეჩვენება თქო 200 ლარი დაურიცხე სოფოს მეგობრებო TBC-ს სოფოს უზომომადლობა სოფო მიყურებს ხოლმე ხო და ეხლა ვფიქრობ მაკდონალდსი გამოუძახო ბავშვებს მაკდონალდსი სოფოს სახელზე ერთი რა ვიცი რამდენი იქნება 70-80 ლარი დაждდება ალბათ მასე მიждდება სულ რო ვისახებ ხოლმე მაკდონალდს ხო და სოფოს სახელზე აგერახა მეგობრებო ვფიქრობ კი არა და გამოუძახებ ბავშვებს მაკდონალდს და ჩემთვისაც გამოვისახებ კიდე ხო აი მაგ ყოველივეს თქმა მინდოდა მეგობრებო და რა ვიცი გამოვიძახებ ახლა როგორც გითხარით და ჩავიდეთ მე ამოვიტანეთ და მე ლავი მინდა ჩართო კიდე მეზარება დღეს მეზარება რაც ლავის ჩართვა მაგრამ ჩავთავ სავარაუდოდ 21-22 წუთი აკლია 900 ხოლე ლუკას სტომატოლოგთან ყავს მისაყვანი ბოლო ვიზიტი გვაქვს იმედია მანქანით წასვლას არ ვაპირებ ალბათ უფრო ტაქსით წავალ დაიწყო ტაქსების სეზონი გიხსნა მე მგონი ისევე ადრე რომ მიწერდნენ რაღაცები ტაქსებით დადიხარი არ ტაქსებისთვის უიცხავ თოფურსო და სანამ ტაქსებით ევწყები სევს მანამდე ავტობუსებით დავდიოდი არ გახსოვთ მაგრამ ახლა ესეთი ბოროტი ადამიანი ხო იცი იმას ავიწყდება მედალს ორი მხარე რო აქვს ერთ მხარეს უყურებს მარტო მეტი სანერვული არ მომცეს ღმერთმა ახლა და ტაქსებით კი არა ღმერთმა ლიმუზინით მათაროს ყოველდღე არ გავარცხი ხედავს რა სიტყვის ვინც ხარ წავედი
გამევიძახეთ ხოლობოდან ახლა და დაგიბრუნდებით მეგობრებო ცოტა ხანში. და თუ არ დამიზარა ხო მინდა ჩავთო ლაივი და ჯარდა მოდი ერთი წუთით ბავშვი არიციან მე მგონი არ გოგონიათ რომ თქვი ახლა ვიდეოში მაგდონალდს ითქვა და უთხრათ აბა რას თქვენ თუ გოხარდებათ ბავშვებო მაგდონალდს ხალხო მე დამეჭირა გათიშვას კიო ასე თქვეს გინდათ ხო ხო გამოვიძახო და გამეთიო დამეჭირა იმ გათიშვას დამეჭირა ამ ხელა კლანჭები მაქვს ვერ გამამტყნით ეს იტანება აბეთ ახლა გამოვიძახებ სოფოსაკი მეთქი მაგდონალდს გამოვიძახებ ხოლმე ხო და დაგიბრუნდებით როგორ ცოტა ხანში ჩავიდეთ და ამოვიტანოთ და ჩავცენცხლოთ მერე ვიძახე მეგობრებო მუღამს შევედი და 100 რამდენი გადავიხადე 104 ლარი გადავიხადე მეგობრებო TBC-დან კურიერის საკურიეროც მაღალი მიუთითი ანუ 15%-იანი მიუთითი საკურიერო მე როცა მაგ ხოლმე მაგას ხო იცი სულ ვაკეთებ ხოლმე ხა და ვერიდები ხა უნდა მოვიდეს მაქსიმალური დრო არის მეგობრებო 21 საათი და 15 წუთი ანუ მაგ დროს უნდა მაგ დრო არის ბოლო დრო მაგრამ მანამდე მალე მოვაქვთ მაგას ჯერ 14 წუთი აკლია 9 წუთს უკვე მოიტანეთ სავარაუდოდ 10 ისე ხო 10-15 წუთი ხო ესე რა მოიტანე ავენ მეგობრებო პასუხი აბა ალო დიახ გისმენთ ხო ანუ გუკიას 8 ნომერი არის მაგნიტი და პესტი არის აქ შემოსასვლელში კასაზე ხო და ნახეთ რო ხო კაი დამირეკეთ და ჩამოვალ პირველივე პადიეზია ხელმარცხნივ ხო გესმით ხო კარგი და ჩამოვალ კაი ძებს გიგონი ხმა კაი 2-3 წუთში ვიქნები მზადა ვარ ველოდები მე ძალიან მალე მეიტანეს 3 წუთი აკლია იმას 900 ნაყინები გამოვიძახეთ კიდე მე და ლუკა მაპას საბადათ ეკლა არ ჭამენ მაგდონალდსის ნაყინს იმ რაღაცა გაყინულ ნაყინებს ჭამენ ეგენი გემოვნება ახლა მეგობრებო მოვიდა ის ტელეფონი მიმაქვს რომელზეც დამირეკა რა ვიცი აშკარად დაბნეული კურიერი არ იცი ეს მე მგონი კარგად და რომიცების არ დამხტის ქვევით ხო დავრეკავ ხმას მაგრამ მე ვედიო პადიესთან და რა ვიცი მეგობრებო ავიღე დაბნეული კი არა ისეთ სიმპათიური კურიერი იყო დაბნეულოს მინდა მისდევები როგორ მინახე ერთ რო შევხედე მე ასე ქვევით დავხარე თავ აღარ შემიხედი ესე გამოვარჩინა ხვამს ხო რევიმშილო სიმპათიური ბიჭი იყო მოვედი ვედა ასტრე მე ვედი ბავშვებო ვედა რა მესეჯი მომივიდა ხან ტელეფონს TBC-დან მომივიდა მესეჯი რა მესეჯი მომივიდა რაიო შუპუსუ თიფეიში გადახდისთვის დაგერიცხა 31 თეთრი უკანო მაგ 31-ზე მიგეწერა 3-0 შეჭებისა всё მე ვედით აბე ბავშვები გადავიდოთ ტბაში ახლა ეხლა არ დამიწყოთ ის არაგაკ ეს არაგაკ სკამზე და სტოლზე ჭამეთ არ დამიწყოთ აქ გვინდა და აქ ვჭამთ ხო გავხსნათ ეხლა მეგობრებო ფეხი გაწიე ვიღებ ნახოთ ეხლა რა ვიყიდეთ 104 ლარი გადავიხადე ჯამში თავის კურიერიანად მეგობრებო და ნახოთ ეხლა რა არის მინუს სტანდარტული რასაც ვიზახი აქ არის სასმელები და ნაყინი ეს სასმელი ჩემია
ეს პატარები ბავშვების არის. 3 წელი რა თქმა უნდა. ასევე აქ არის მეგობრებო სატრუპები. ამბობ. საბა შენ არ გინდა? ნო, რა და მატორიანი ხარ. ასევე მეგობრებო, აქანა არის 2 წელი ნაყინი. ჩემთვის და ლუკასთვის თავისი კობზებით. ამაში მეტი არაფერი არ დევს. ესე იგი ხაზ გოუსუფ და კიდევ ერთხელ ვიტყვი ახლა. საბას რატო არ გამოუძახე ნაყინი, თეკლას რატო არ გამოუძახე ნაყინი. საბა და თეკლა არ ჭამენ მაკდონალდსის ნაყინს. ღმერთია მოწმე ხო შეგაკითხეთ, წეხან გინდა თქო არც ერთმა მითხრა, არც ანუ ორივემ თქვა უარი არ გვინდა არ ჭამენ ეგენ. მაკდონალდსის ნაყინი გიყვარს მე და ლუკას. მე ვგიჟდები კონკრეტულად ამ ნაყინზე, რომელიც გამოვიძახე. ესაა თეთრი ნაყინი მეგობრებო შოკოლადით. ამ ნაყინზე ვგიჟდები. წინაზე ხო ის უცხო რაღაცა ნაყინები გამოვიძახეთ მე და ლუკამ. მაგრამ არა ეს რო არის, აი მაკდონალდსში ყველაზე მეტად მიყვარს ნაყინი. აი უგემრიელესი ნაყინია მეგობრებო. რა ვიცი. ეხლა საბა მე მგონია ისე უყურებს მოუნდასავით, მაგრამ აგერ თქვენ და აგერ მე გამყოფი არა ვარ. იმიტომ რომ მე ვუთხარი. და რა ვიცი ახლა ლუკა მithumetes არ გაუყობს ეს ჭამის მინისტრეს ვის გაუყობს აქეთ საგართმევს. მოგეთ ეს ასე. ეგენ იყო საქმეები. ახლა აქ თავი დევიზღვიე. ვიან მშვიდება ხოლმე ძილის წამას რო ვსვამ. შესაბამისად მეგობრებო დევიზღვიე თავი. და გამოვიძახე. რა გამოვიძახე გეტყვი. არა ეგენ რა. ნაკეცები? არა. ნაკეცები არა, კაცი, მეორეს ვეჭამ. რა, ფთას რო ვჭამ ცხარეს? მაგას რას გამევიძახე? 20 წალი ის გამევიძახე, ქათმის ნაკეცი. 20 წალი ფთა რო გამომეძახებია, ცხარე 2 წალი ის მარტო 5 ლარი და 4 წელს უნდა 10 ლარი. მოკლედ ბურგერები მეგობრებო. აქ დიდი რომელია? ანუ ეკონომ მენიუ გამოვიძახე 4, ოღონდ ჩემთვის დიდი და ბავშვებისთვის პატარა. ხო და აქედან ახლა დიდი ბურგერი რომელია? ეგი, შეკლაიზახს ეგი. ყველა ერთნაირია მეგობრებო. არა, ისა დიდი და აქედან რაღაც სოუსი გამოდის. აი რა ვიცი მე, აგერ ერთი ჩემია, თითო ბიჭების დაგეკლასი და ასევე ხო, ეგი, ამი დავიზღვიე თავით. რა ვიცი, თუ მორჩა ეგი ბიჭებს უყვართ ეს ნაკეცი და ჭამენ ამას და რა ვიცი, ხამისთვის თუ რაღაცა რომ მომშვიდება, ამას მე კიდე შევჭამ. 20 წელი არის და 21 ლარი ძირდა. ქათმის ნაკეცებია მეგობრებო. მიყვარს ეს კახანი არ მიჭამი. ხო, ეგ იყო ეგ სალფეტქები. და აქ არის ფრიები მეგობრებო. ეს ფრი თეკლასია, დიდი ფრი გამოვიძახე. ეს ფრი ჩემია და შევჭამ. და ესენი პატარა, გამომართვი ეს პატარა ფრი. ლუკას, ეგი, საბას და მეორე ფრისაც თეკლას ვაძლევ. იმიტომ რომ თეკლას ფრი უყვარს და 2 წელს ვიზახო. ერთი ფრი, ანუ ეს ფრი ეკონომ მენიუს მოყვა. ჰამბურგერის, კოკაკოლის და ფრის მენიუს. და ეს მეორე ფრი ცალკე ვიყიდე. რო 2 წელი, იმიტომ ეს არც ბურგერს ჭამს და არაფერს მაინც გამოვუძახე ბურგერი, მაგრამ არ ჭამს. თუ ჭამს ხოლმე ხორცს იღებს და მარტო იმას ჭამს. რაც ხაქვია იმას. ყურს. ჰა. 2 წელი კაცი გოდი შეს თეკლას უნდა მიმესა საბას მივედი. აგერ ორივე შენია. სულად იყო მეგობრებო. ეს სოფოვრო დამირიცხა, ხა მიტო გამოვიძახე, თორე ისე ვერ გამოვიძახებდი. და ძალიან დიდი მადლობა სოფოს კიდევ ერთხელ და შევჭამთ ახლა. აგერ თეკლად ყიურად ვჭამთ. აგერ ეგი და ეს ნაყინები მეგობრებო. წავედი და გზადაგზა კიდევ მოვალო. ლაივი მქონდა მეგობრებო ჩართული. ხომეთყუა სახეზე რა კაი იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ვინც კაი კომენტარებს მიწედით და მიწედით რომ აი მაკიაჟი მაქვს. მიხარია. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველას კაი კომენტარებს ვინც მიწერდით. ვის მილაიქებდით, ვინც საჩქრები გამომიგზავნეთ. და ასევე რა თქმა უნდა ჩარიცხობისთვის ძალიან დიდი მადლობა.
განსაკუთრებული მადლობა მეგობრებო ჩარიცხვის სოფოს, იმიტომ რომ იმის იქით რაც დღეს დამირიცხა, სუსტად მაგდენი კიდე ლაივში დამირიცხა. და უზომო მადლობა. 100 ლარი კონკრეტულად ბავშვებისთვის დამირიცხა და ბავშვების არის რაც უნდა იყიდონო. ხო და რა ქვია იმას შევიყვან ხვალე თურქულ მაღაზიაში და ვუყიდი რაც უნდა იმას. როგორც ეხო მითხრა. თეკლამს ქვეში მინდაო. იმდეს არ ვიცი რა უნდა ხვალე გავარკვიეთ. და ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ძალიან კარგი ლაივი იყო. ანუ არაფერი არ მეთქვის, აი რა ვთქვა, არ ვიცი მიხარია ძალიან. ხო, დღეისათვის ეხლა უკვე სულ ეგ იყო მეგობრებო. ეხლა დავიბამ პირს, დავწვევი, დავიძინებ და მოგახსენებთ ხვალინდელი დღის გეგმას ეხლა. ხვალე პირველ რიგში მივდივართ სტომატოლოგთან, რომ ლუკამ დაიპლომბოს კბილი, ანუ წინა ვიზიტზე დაიპლომბა ის ერთი კბილი უკანა და მეორე დარჩა დასაპლომბი, რომელშიც წამალი უდევს და ხვალ უნდა დაიპლომბოს. წინაზე მორჩებოდა ექიმი, მაგრამ ლუკას ეტკინა ის მეორე კბილი, რომელიც დარჩა დასაპლომბი, ეტკინა და ამიტომ ისევ დამაყუჩებელი ჩაუდო ექიმმა და დაგვიბარა ხვალისთვის. ოღონდ პირველ საათზე 2-ზე ხო ვიყავ, ახლა პირველზე დამიბარეს. იმედი მაქვს ბოლო ვიზიტი იქნება ხვალ. იმიტომ დევიღალე, ნერვებს ურტყამს და ვნერვიულობ. ამგენის კბილის დაპლომბის პროცესში მე ძალიან ვნერვიულობ. შეიძლება მე არ მტკივა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ვნერვიულობ. და იმედია მალე მორჩება ეს ტანჯვა წამება ჩემი. და მორჩენილიც იქნებოდა ამდენი ხანი. პირველ მეორე ვიზიტზე შემომთავაზა სტომატოლოგმა ნარკოზი მითხრა? თუ რაღაც, ნარკოზის ნაირ სიტყვა მითხრა, ანუ. ხო რა, დაძინების პონჩი რა. მასე გოუკეთებ ხოლმე ვერ გეიგებს ვერაფერს, მაგრამ უარი უთხარი. იმიტომ რომ ნარკოზის ცალკე მეშინია, მაგას კიდე მიჩვენე ასე იწამონ. ხო და წავიდეთ მეგობრებო, იმედია ბოლო ვიზიტი იქნება, იმედია დაუპლომბავს ხვალვე და მე ვფიქრობ რომ ბოლო ვიზიტი გვაქვს ხვალ. ჯამში 4 ვიზიტი დაგვჭირდა, 2 კბილის დასაპლომბად რა. მე 4-ით მიდივარ ხვალ ახლა. დავუპლომბოთ კბილი ლუკას, ასევე მინდა ლუკას ტელეფონი გავაკეთო, ლიკამ რო აჩუქა, ძალიან კაი ტელეფონი აჩუქა ლიკამ, ყველაფერი იდეალურად მუშაობს, ერთი რაც არის ის რომ არ შედის მეგობრებო ინტერნეტში, ანუ Wi-Fi-ზე არ კავშირდება ტელეფონი. და პროგრამისტი დაჭირდება, მაგას სავარაუდოდ, ანუ ხელოსანი არ ჭირდება წესით, იმიტომ რომ ხელოსანი რა თუნდა, ანუ შეიძლება ხელოსანი უნდა, რა ვიცი, არ ვიცი, ნახოთ. და მაგ ტელეფონს გავუკეთებ მეგობრებო, ხვალ ლუკას, მაგასაც სოფოს სახელზე გავაკეთებ, იმიტომ სოფომ დღეს სიმხელა თანხა დამირიცხა ჯამში მე 100 ლარი კი დავხარჯე, მაგნულას რო გამოვიძახე. მაგრამ სამმაგი დამჩა. შესაბამისად მეგობრებო, სოფოს ფინანსებით და ფინანსებულით გავაკეთებ მაგ ყოველივეს. ეგაა გეგმა, მე მოვალ სახში და მე ამგის გავიყვან თურქულ მაღაზიაში, რაც უნდათ იყიდონ, როგორც მითხრა სოფომ. იყიდონ რაც უნდათ, ამგეს ქვიშები და რაღაცები როა შემოსული, რა ვიცი რა ჯანდაბებია, მაგრამ არ და უყიდე და გახეთქა, საბამ გააფუჭა, ლუკამ გააფუჭა, თეკლას დარჩა მარტო. რა ხალი უნდა თეკლას, რაც ხაუფის ხვანაირია. ხო. ხო, არა ეს დაფლინგი მქონია და ხა ის სქვიში უნდა, ეს სქვიში კიდე სხვა რაღაცა ყოფილა. მე ეს სქვიში რომელია ის 20 ლარი რო ღირს? იგი და კიდე ვასაუბრებ. ბანანის სქვიშია და კიდე ყინულის იგი. ოკეი, კაი. თუ იქნა თურქულში? რას მანახებს ნეტა? საბამ ძალიან გამაბრაზა. ამის სტილში აღარ რაღაცნაირი სითხეა. ეს ამის გაკეთებულია. გინესია ბოში. საბამ გამაბრაზა. ორჯერ გალახა ლუკა. მე რო ლაივი მქონდა ჩართული, ერთხელ ყელში ჩაარტყა და მეორედ წიხლი ჩაარტყა. თავში. ახლა კიდე უტყამ, შეხედე?
ჩამოვარდება და დაარტყამს თავს საბა. ძალიან გაბრაზებული ვარ. მოკლედ, როგორც გითხარით, დღეისათვის სულედ იყო, მე ვიშურებ ახლა ამ მაკიაჟს, კი მეზარება, მაგრამ მე ვიშორებ. დავიძინებ მეგობრებო, დაგიბრუნდებით ხვალიდან. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ყურადღებისთვის და კაი კომენტარებისთვის და ყველაფრისთვის ვაფშე კიდევ ერთხელ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ხვალე უშაბათი დღეა, პოზიტივი დაგბედებოდეთ, წარმატება დაგბედებოდეთ და ნაყოფიერი კვირა დაგბედებოდეთ მეგობრებო. იმიტომ რომ როგორც მე ჩემი მეტყოდა ხოლმე ორშაბათს რომ რასაც დაიბედებ, ისეთ გიქნება მთელი კვირაო და ასე რომ კაები და კაების მეტი არაფერი დაგბედებოდეთ კაი ხალხს. და რა შეგვსახა რაც გაქვთ დაბედებული 24 შვიდს და პირში გედოთ. არ აქვს შეიძლება ორშაბათი ხება, სამშაბათი თუ კვირა. 24 შვიდზე მაგი. და კიდე მადლობას იმისთვის გიხდით რომ მიტანთ და მიძლებთ. იმიტომ როგორც ყოველთვის დღესაც მეგობრებო გმირიდე და ლაივში გმირულად იგინებოდა. ნუ ეგ სულ მასე. მოკლედ დაემშვიდობეთ მეგობრებს ხვალამდე. დროებით ჩამაგიარდებით ხვალიდან. თქვენ დაემშვიდობეთ. ლუკა სადა? იქ არის ზევით არის ასული იქ არის. მოკლედ წავედი მეგობრებო, გაკოცეთ წარმატებები და დროებით დაგიბრუნდებით მეგობრებო ხვალიდან.